კვარაცხელიას გამარჯვების გოლი და ინტერვიუ მატჩის შემდეგ ქართული სუპერვარსკვლავის სიტყვები და გაინტერესებთ. ლეო მესიმ ყველაფერს ფარდა ახადა, ძველი ამბავი რომელიც ეხლა გაჟღერდა. მამარდა და მადრიდის რეალი. რა ინფორმაცია გავრცელდა და რა ხდება რეალურად? ნუ თუ ქართველს მადრიდის რეალის შემადგენლობაში ვიხილავთ. დღეს ვისაუბრებთ ბევრ საინტერესო სიახლეზე, თქვენ კი ძალიან მარტივად შეგიძლიათ ეს შრომა დააფასოთ. უბრალოდ დააჭირე ლაიქის ღილაკს და გამოიწერე არხი. ეს რეალურად 3 წამის საქმეა და ასე უმარტივესად გამოხატავ შენ პატივისცემას. კომფორტულად მოკალათდით. ეს არის არხი ფუტვიჟენი. დავიწყოთ. უმაგრესი თებერვალი ქართული ფეხბურთისთვის. გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გამოკითხვა EA სპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა, რომელშიც ქართველმა ფორვარდმა კონკურენტებს ფედერიკო ვალვერდეს, ლუის მილას, ტომა ლემარს და აბდეეზალურს აჯობა და ჯილდოც დამსახურებულად მიიღო. გარდა იმისა, რომ მიქაუტაძე თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ჩაიბარებს, ცნობილ საფეხბურთო სიმულატორ EA-FC 26-ში, კერძოდ კი Ultimate Team-ში გიორგი მიქაუტაძის სპეციალური კარდიც გამოვა. თებერვალში ქართველმა შემტევმა 3 გოლი გაიტანა. 9 თებერვალს ესპანიოლთან, 14 თებერვალს ხეტაფესთან და 18 თებერვალს ლევანტესთან. მიქაუტაძის გოლების სერია ლა ლიგის გასულ ტურში ვალენსიას წინააღმდეგ შეწყდა. თებერვალში კი ვილიარეალი კიდევ ერთ მატჩს 28-ში სტუმრად ბარსელონას წინააღმდეგ გამართავს. მიუხედავად დიდი პატივისცემისა ბარსელონას მიმართ, გიორგის უდიდეს წარმატებას ვუსურვებ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უამრავ გოლს გაიტანს ამ შეხვედრაში და შეძლებს თავის წარმოჩენას, რადგან რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი თანამემამულეს კარიერა გვადარდებს. ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუთის განმეორებით შეხვედრაში PSG მონაკოს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში მერვედ ფინალის საგზური მოიპოვა. მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა და ორი შეხვედრის ჯამში პარიზელებმა 5-4 მოიგეს. პარიზელებმა ჯამში მატჩი არადამაჯერებლად ჩაატარეს და სასურველი ფორმისგან საკმაოდ შორს არიან. ლუის ენრიკეს გუნდმა პირველი ტაიმი 0-1 დათმო. მონაკო აკლიუშის გოლით დაწინაურდა. მეორე ნახევარში მამადო კულიბალიმ სამწუთიან მონაკოში 2 ყვითელი ბარათი მიიღო და მონაკო ამჯერადაც 10 კაცით დარჩა. ზუსტად 2 წუთში მარკინიოსმა ანგარიში გაათანაბრა. პარიზელები ხვიჩა კვარაცხელიამ დააწინაურა. 66 წუთზე აშრაფ ჰაკიმის დარტყმის შემდეგ დასწრებაზე ხვიჩამ ცველს აჯობა და მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე გოლი გაიტანა. კვარამ ჯამში აქტიური მატჩი ჩაატარა. ამჯერადაც მარჯვენა ფრთაზე მოქმედებდა და მოედანზე 90 წუთიც გაატარა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა შემტევმა განვლილი მატჩი ადგილობრივ მედიასთან შეაჯამა. ფიქრობ კარგად ვითამაშეთ, გოლის გაშვებამდე ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. მონაკო შეტევაში ძლიერი გუნდია და კონტრშეტევებზე კარგად ითამაშეს. სახიფათოები იყვნენ და გოლიც გაიტანეს. თუმცა ვფიქრობ მეორე ტაიმში კარგად დაუბრუნდით. გოლის შესვენებამდე გავუშვით და მის შემდეგ დაბრუნება რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში კარგი სამუშაო გავწიეთ. ფიქრობდით თუ არა, რომ PSG ჩემპიონთა ლიგიდან გავარდებოდა? ვიცით, რომ ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი და მონაკო ბრწყინვალე გუნდია, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ძალიან კარგად თამაშობდნენ. ამიტომ ყველაფერი შესაძლებელი იყო. გოლის გაშვების მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ, მაგრამ წვრთნელი გასახდელში გვესაუბრა და ამის შემდეგ მოედანზე დიდი მოტივაციით გამოვედით. დაცვითი შეცდომები? როგორც გითხარით, მონაკო ბრწყინვალე გუნდია და ნებისმიერ გუნდთან შეუძლია გოლების გატანა. დიახ, გოლები გავუშვით, მაგრამ ამ დუელში მეორედ შევძელით თამაში დაბრუნება და საბოლოოდ გამარჯვება. ჩელსი თუ ბარსელონა? ორივე დიდებული გუნდია და ორივესთან სათამაშოდ მზად ვართ. ნახოთ, რომელი იქნება მზად ჩვენთან სათამაშოდ. ხვიჩასთვის ეს გოლი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეოთხე იყო. ამასთან ქართველმა შემტევმა 3 საგოლე გადაცემად შეასრულა. ლიგა 1-ში მის ანგარიშზე კი ასევე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა. ლიონელ მესიმ დაადასტურა, რომ მას ესპანეთის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ჰქონდა. იყო მინიშნებები, რომელსაც ის ამჩნევდა. იყო მომენტი, როდესაც ამას ეს საუბარი დაიწყო. მე უკვე ბარსელონაში ვთამაშობდი და ისინი ამაზე თითქოს მიმანიშნებდნენ, თავაზობდნენ, მაგრამ ეს ნორმალურია მე მგონი. ასე ბევრ ბავშვთან დაკავშირებით ხდება. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი ვიყავი, ბარსელონაში ძალიან ადრეულ ასაკში გადავედი და დროის უდიდესი ნაწილი ადგილობრივ აკადემიაში გავატარე. ამიტომ ასეთი შესაძლებლობა მქონდა. ეს შეიძლება მართლაც მომხდარიყო, მაგრამ ჩემი გული ყოველთვის არგენტინას ეკუთვნოდა. განაცხადა არგენტინელმა
ფორვარდმა ერთ-ერთ პოდკასტში. მესის ესპანეთის ნაკრებში შესაძლო თამაშის შესახებ წლების წინ ვისენტე დელ ბოსკემაც ისაუბრა და დაადასტურა, რომ ფურია როხა ლეოს გადაბირებას მართლაც ცდილობდა. მაგრამ როგორც ისტორიამ გვაჩვენა, მესიმ სწორი არჩევანი გააკეთა და ასევე ადამიანური და პატრიოტული თვალსაზრისითაც სწორად მოიქცა. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა, ყველა თემა ამოვწურეთ. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ და ვიდეოთი ისიამოვნეთ, მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი სიახლეებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.